მოგესალმებით. დღეს ერთად ჩავყვინთოთ ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ეპიკურ დაპირისპირებაში. დიახ, ეს არის ლეგენდარული ომი ბერძნულ ქალაქ სახელმწიფოებსა და დიად სპარსეთის იმპერიას შორის. და მოდით თავიდანვე დავსვათ მთავარი კითხვა. უბრალოდ როგორ შეძლო ამ პატარა ერთმანეთთან სულ დაპირისპირებულმა ქალაქ სახელმწიფოებმა რომ გამოწვევა ესროლად იმდროინდელი მსოფლიოს უდიდესი იმპერიისთვის. ეს ხომ მოდი ვთქვათ კლასიკური დავითისა და გოლიათის ამბავი არა? იცით, ყველაფერი სულაც არ დაწყებულა რაღაც გრანდიოზული შემოჭრით. არა, ეს გიგანტური კონფლიქტი ერთი შეხედვით პატარა აჯანყებით დაიწყო. ნაპერწკალი იონიაში გაჩნდა. ეს იყო ბერძნებით დასახლებული რეგიონი, რომელსაც სპარსეთი აკონტროლებდა. და სწორედ ამ აჯანყებაში ათენის ჩარევამ სპარსეთის მეფე დარიოსი იმდენად განარისხა, რომ საფუძველი ჩაეყარა კონფლიქტს, რომელმაც ფაქტობრივად მთელი მაშინდელი სამყარო შეცვალა. ორი სამყარო უკვე შეჯახების პირას იდგა. კარგი, მაშასე, მოდით უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი მოწინააღმდეგეები და დამიჯერეთ, ერთი შეხედვითაც კი ჩანს, რომ ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. ყველაფრით, ზომით, პოლიტიკური სტრუქტურით, ყველაფრით. შეხედეთ. ერთ მხარეს გვაქვს ერთიანი მონოლითური სპარსეთის იმპერია. წარმოიდგინეთ გიგანტი, რომელიც ეგვიპტიდან ინდოეთამდეა გადაჭიმული და რომელსაც ერთი აბსოლუტური მონარქი მართავს. მეორე მხარეს კი ასობით პატარა დამოუკიდებელი ბერძნული ქალაქ სახელმწიფო პოლისი, რომლებიც გამუდმებით ერთმანეთს ეომებიან და საერთო მართველი არ ყავთ. კონტრასტი უბრალოდ გასაოცარია. კარგი, პოლიტიკა გასაგებია, მაგრამ რა ხდებოდა ბრძოლის ველზე? მოდით ჩაუღმავდეთ არმიებს. დავიწყოთ, რა თქმა უნდა, სპარსული სამხედრო მანქანით, რომელიც მართლაც რომ უძლეველი ჩანდა. სპარსეთის მთავარი კოზირი მისი მასშტაბი იყო. მათ შეეძლოთ ისეთი არმიის შეკრება, როგორიც სამყაროს მანამდე არ ენახა. წარმოიდგინეთ ჯარისკაცების უსასრულო ნაკადი იმპერიის ყველა კუთხიდან. ეს ნიშნავდა წარმოუდგენელ მრავალფეროვნებას, მაგრამ როგორც ვნახავთ, ეს იყო მისი ერთ-ერთი სისუსტეც. მაშ რა იყო მათი უპირატესობა? პირველ რიგში რა თქმა უნდა რიცხვები. შეუდარებელი ცოცხალი ძალა. დაუმატეთ ამას ძლიერი კავალერია, უამრავი მშვილდოსანი და იმპერიის თითქმის ამოუწურავი რესურსები. მათი სტრატეგია ხშირად მარტივი იყო. უბრალოდ გადაუარო მტერს მასით. მაგრამ, როგორც ყველა გიგანტს, ამ სამხედრო მანქანასაც ჰქონდა თავისი აქილევსის ქუსლი. უბრალოდ დაფიქრდით, ლოგისტიკურად რა კოშმარი იქნებოდა ამ ხელ არმიის გამოკვება და მომარაგება მტრის ტერიტორიაზე. თანაც, ჯარი ძალიან ჭრელი იყო. ერთი საქმეა ელიტური სპარსელი მებრძოლი და მეორე იმპერიის შორეული კუთხიდან ძალით წამოყვანილი ჯარისკაცი, რომელსაც ბრძოლის არანაირი мотиваცია არ აქვს. კარგი, ახლა კი მოდით მონეტის მეორე მხარეს შევხედოთ. გადავინაცვლოთ ბერძნებთან. მათი არმიაც გარკვეულწილად მათი საზოგადოების ანარეკლი იყო. პატარა, მაგრამ საოცრად გამძლე და თავისი უნიკალური უპირატესობებით. აქ უკვე საქმე რაოდენობასთან კი არა, ხარისხთან გვაქვს. ბერძნების მთავარი ძალა, მათი საიდუმლო იარაღი იყო ჰოპლიტი, მძიმედ შევჯავშნული, დისციპლინირებული ქვეითი. სწორედ ის იყო ბერძნული არმიის ხერხემალი. და რატომ იყო ის ასეთი ეფექტური? მძიმე ბრინჯაოს აბჯარი, დიდი ფარი, გრძელი შუბი, მაგრამ თავარი ესეც არ იყო. თავარი იყო ფალანგა. როცა ჰოპლიტები ერთ წყობრად მხარდამხარ დღებოდნენ, ისინი ქმნიდნენ შუბებისა და ფარების მოძრავ კედელს, რომლის გარღვევაც თითქმის შეუძლებელი იყო. და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, мотиваცია. ესენი იყვნენ მოქალაქე ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი მიწისთვის, თავიანთი ოჯახებისთვის, თავისუფლებისთვის. რა თქმა უნდა, იდეალური არც ბერძნული არმია ყოფილა. მათ ყველაზე დიდ პრობლემას ხრონიკული დაგსაქსულობა წარმოადგენდა. ხომ თქვით, რომ სულ ერთმანეთს ეომებოდნენ. სპარტასა და ათენს ხანდახან ერთმანეთი უფრო მეტად სძულდათ, ვიდრე საერთო მტერი. ამას დაუმატეთ რიცხობრივი უმცირესობა და კავალერიის თითქმის სრული არარსებობა და მიიღებთ საკმაოდ რთულ სურათს. კარგი, მაშასე. ჩვენ განვიხილეთ ორივე მხარის პლუსები და მინუსები. მოდით ახლა ეს ყველაფერი ერთად შევკრათ და ვნახოთ, როგორ გამოიყურებოდა ეს დაპირისპირება რეალურად. რატომ არ იყო ეს უბრალოდ გიგანტის ბრძოლა ჯუჯასთან? და ისევ უბრუნდებით მთავარ კითხვას, საბოლოო ჯამში ვინ იყო უფრო ძლიერი, ვის მხარეს იყო რეალური უპირატესობა? მართლა შეძლო ხარისხს, რომ რაოდენობა დაემარცხებინა? მოდით პირდაპირ შევადაროთ. რიცხვები, აქ კითხვებიც არ არის, უპირატესობა მთლიანად სპარსეთისაა. მაგრამ გადავიდეთ ჯარის ხარისხზე და мотиваციაზე, აქ უკვე ბერძნები არიან წინ. დაამატეთ ამას საკუთარ ტერიტორიაზე ბრძოლის ფაქტორი და სპარსელების ლოგისტიკური პრობლემები. ხედავთ, სურათი ბევრად უფრო დაბალანსებული ხდება. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ერთ რამემდე დადის, როგორც აქ ხედავთ. ეს იყო კლასიკური დაპირისპირება რაოდენობასა და ხარისხს შორის. ერთი მხრივ გიგანტური, მაგრამ ნაირ-ნაირი ხალხისგან შემდგარი იმპერიული არმია. მეორე მხრივ კი მცირე რიცხოვანი, მაგრამ ერთი მიზნით, თავისუფლების დაცვით გაერთიანებული მოქალაქეების ჯარი. და სანამ დავასრულებთ, მინდა რომ ერთ კითხვაზე დაფიქრდეთ. იყო კი ეს ომი უბრალოდ სამხედრო კონფლიქტი?
თუ ეს იყო რაღაც უფრო დიდი, ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს, ორი იდეოლოგიის შეჯახება. ერთი მხრივ ცენტრალიზებული იმპერია და დესპოტიზმი, მეორე მხრივ კი თავისუფალი მოქალაქისა და დემოკრატიის ახლად დაბადებული იდეა. ეს იყო შეჯახება, რომლის შედეგმაც შესაძლოა არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მთელი დასავლური ცივილიზაციის ბედი გადაწყვიტა.